როდესაც ქირონი ქალწულის ზოდიაქოში ამეგობრება ეს არის გარკვეულწილად ეხლა მკურნალის ენერგია რადგან არის ეს ამავე დროს ერთ-ერთ დომინანტად ქირონთან ვამბობთ რომ ქალწულის მართველიც არის ეს როგორც მთავარი მკურნალი ოღონდ თავის თავს რო ვერ მკურნავს და ამით ხვებს ეხმარება და მაგით ხდება განკურნებადი თვითონაც ქალწული ჩვენთან ეს არის როგორც ფიზიკური შიშები ჯანმრთელობის თითქოს ყველაფერში სისუფთავეს ეძებენ შინაგანი ქაოსი არის სულ რომ რაღაცა არის დასასუფთავებელი რაღაცნაირად არ ვარ საკმარისად დაალაგებული საკმარისად რუტინაში არ მაქვს ჩემი ცხოვრება ანუ ტრამვები არის შიშები არის აქ სადღაც რომ რაღაცა ბოლომდე არ არის დაალაგებული რაღაც ჩემი რეჟიმი არა მაქვს სწორად გაწერილი მაგალითად ძალიან ისეთი შფოთვაც შემოდის ხოლმე გარკვეულწილად თუ არის აი ისო განცდა აქვს რომ მე რაღაცა ვერ მოვაგვარე მე რაღაც ვერ დავალაგე ბოლომდე ძალიან კარგი არის ხოლმე ეს მაგალითად ვინც სამედიცინო სფეროში არის ამით კიდევ უფრო ეხმარებიან თუ ვიღა თან მეექვსე სახლშიც იგივე არის თუ სხვას ვკურნალობ ჩემთვისაც ვკურნალობ და ზოგადად მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ეს რეჟიმი სწორი კვება მაგალითად და თვითმკურნალობა როგორ იცით არა მარტო ზოგადად ვიტამინები და მთელი ამბები, არამედ სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, მათ თითქოს შინაგან ტკივილს, შინაგან ტრამვას ცოტა აყუჩებს, ესე რომ ვთქვა. და მეექვსე სახლში ეს არის რამდენიმე შემოთავაზებები სამსახურში, ან რამდენიმე სამსახური, აი ადამიანები რომ მუშაობენ სხვადასხვა სამსახურებში, მაგალითად, რამდენიმე სამსახური რო აქვს, ძალიან კავშირში არის ხოლმე ქირონი, როცა მეექვსე სახლში ხვდება. რადგანაც ეს აბევრებს სამსახურის თემებს, მუშაობის თემებს მაგალითად და აი თითქოს ყველგან მინდა მოვასწრო, ყველგან დავალაგო რომ შინაგანად მეც დავლაგდე და შინაგანი რეჟიმიც მქონდეს, ხო? აი ეს ლაიტმოტივი მიყვება ხოლმე ამ ქირონს